განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენ წინასაუბარში შევეხეთ იერარქიულობის საკითხს, არიოპაგიტული სწავლების მიხედვით, სიწმინდეთ მოთავეობის განმარტებას წმინდა დიონისე არიოპაგელისას და დებულება თავშიც თქმული და ბოლოშიც იმავე დასკვნამდე მივედით, რა თქმა უნდა, გახლავთ ის, რომ არიოპაგიტული სწავლებით იერარქიულობა და ქმნილება ერთი და იგივე, ანუ შესაქმისგან განუყოფელია იერარქიულობა, მთელი შესაქმე იერარქიულობის წიაღშია, ხოლო ზეიერარქიული არის მხოლოდ უფალი, მხოლოდ ღმერთი. მეტიც, წმინდა დიონისე არიოპაგელის სწავლებით თვით განკაცებულმა ღმერთმა, მაცხოვარმა უფალმა იესო ქრისტემ თავისი კაცობრივი ბუნებით არინება განდგომა მისგანვე დაკანონებული იერარქიულობისგან და თვითონაც კაცობრივად იერარქიულობას დაუმორჩილა თავისი თავი. ამას ამბობს წმინდა დიონისე არიოპაგელი და ამით იმის ხაზგასმა უნდა, რომ იერარქიული კიბის გვერდისავლა არასოდეს არ ხდება. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ იერარქიული კიბე ყოველთვის დაცულია, ზემოდან ქვემოთ ხდება უფლისმიერი მადლის გარდამოვლინება თუ განხთობისას ქვემოდან ზემოთ ავდივართ. ყოველთვის იერარქიული კიბე შენარჩუნებულია და ამ კიბის გვერდისავლა, როგორც აღვნიშნეთ, არასოდეს არ ხდება, რისი უმწვერვალესი დადასტურებაც გახლავთ სწორედ ის, რომ განკაცებულმა ღმერთმა, მაცხოვარმა იესო ქრისტემ კაცობრიად ისევე დაუმორჩილა თავისთავი ამ იერარქიულობას, როგორც ყველა სხვა ადამიანი ემორჩილებოდა მას. იმიტომ რომ ამით მან ცხადყო თავისი განკაცების ნამდვილობა და მისგან მიღებული კაცობრივი ბუნების სისრულე, რომ მას სრული ადამიანობა მიიღო. ეს ერთი თვისებაც, რომ მას არ მიიღო მაცხოვარს კაცობრივი ბუნებისა, რომ იერარქიულობის თვისება, რაც როგორც ყველა ქმნილებას ადამიანის ბუნებასაც აქვს, რა თქმა უნდა, მას სრული ადამიანური ბუნების მიმღებლად ვეღარ გავიაზრებდით და ვეღარ ვიტყოდით მასზე, რომ იესო ქრისტე სრული ღმერთი და სრული კაცი. აი ეს სრული კაცი მისდამი უკვე შეუფერებელი იქნებოდა და შესაბამისად აღარც გამოხსნა აღარ აღსრულდებოდა. იმიტომ რომ როდესაც რომელიმე არსის გამოხსნა ხდება, მისი ბუნება მთლიანობითად უნდა იქნეს გამოხსნილი და თუ რომელიმე მისი თვისება თუნდაც ერთი გამოხსნილი არ იქნება, რა თქმა უნდა, მთელი ბუნებაც იმ ერთი თვისების გამოც კი კვლავ ბორკილებში დარჩება. და რამდენადაც გამოხსნის ერთადერთი შესაძლებლობა მხოლოდ ის იყო, რომ მაცხოვარს მეორე ჰიპოსტას ყოვლადწმინდა სამებისას ყოვლადუცოდველად მიეღო კაცობრივი ბუნება და ეს იყო კაცობრივი ბუნების გამოხსნის საფუძველი, თუ რომელიმე თვისებას არ მიიღებდა კაცობრივი ბუნება ვეღარ იქნებოდა გამოხსნილი. იმიტომ რომ როგორც ეკლესიის მამები ძალიან ხშირად განმარტავენ, მიუღებელნი, ესე იგი არ მიღებულნი, გამოუხსნელნი არიან. ყველა ის თვისება, რაც ადამიანს ბუნებითად აქვს, თუნდაც ძალიან კნინი ჩვენ თვალთაწინაში იქნება ეს ბუნებითი შიშის განცდა, იქნება ეს სამომავლო მოვლენების არცოდნის თვისება თუ სხვა, ყოველივე მიიღო მაცხოვარმა კაცობრივი ბუნებით, იმის დასადასტურებლად, რომ მას სრული კაცება შეიმოსა და შესაბამისად მართლაც და ჭეშმარიტად გამოიხსნა ადამიანური ბუნება. ამიტომ მან მიიღო, რა თქმა უნდა, იერარქიულობის თვისებაც კაცობრივი ბუნებით და როგორც წმინდა დიონისე არიოპაგელი ამბობს, თავად შემოქმედი ყოვლიერებისა კაცობრივად ანგელოზის მიერ მიიღებდა უწყებას, ეგვიპტეში წასულიყო თავის დედასთან ერთად, ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად და უკან დაბრუნებულიყო და სხვა. აქ ყურადღებას იქცევს სწორედ ეს ანგელოზის მიერ. რას ნიშნავს ეს გამოთქმა? ეს გამოთქმა ადასტურებს იმავე სწავლებას, რაზეც საუბრობდით, რომ იერარქიულობის კიბის გარეშე არანაირი მოვლენა არ აღსრულდება. ჩვენ რა თქმა უნდა ხშირად წაგვიკითხავს და გვსმენია იმის შესახებ, რომ ღმერთი გამოეცხადა ამა თუ იმ წმინდანს, მაგრამ ეკლესიური სწავლებით პირდაპირი მნიშვნელობით არათუ ღვთის გამოცხადება არ ხდება ვინმესადმი, არამედ არ ხდება გამოცხადება თვით უზენაესი ანგელოზებისაც კი. პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობთ, პიროვნულად. რა თქმა უნდა, ის გამოცხადება, რომელიც ჩვენ ღვთის გვეძლევა, ჭეშმარიტად ღვთის გამოცხადებაა, მაგრამ გვეძლევა ჩვენ და გადმოგვეცემა ჩვენ აუცილებლად ანგელოზთა მეშვეობით. ეს მეშვეობა ამგვარად წარმოჩნდება. ღვთივ გადმოცემული უწყება პირველად აღიქმება სერაფიმთაგან. სერაფიმები შეიწყნარებენ ამ უწყებას, სერაფიმთაგან გადაეცემათ ქერუბიმებს, ქერუბიმთაგან გადაეცემათ საღდართამწყლივს, საღდართაგან გადაეცემათ უფლებათა დასის ანგელოზებს, უფლებათაგან ძალთა დასს, ძალთაგან ხელმწიფებათა დასს, ხელმწიფებათაგან მთავრობათა დასს, მთავრობათაგან მთავარანგელოზთა დასს, მთავარანგელოზთაგან ანგელოზთა დასს, საკუთრივ ანგელოზთა დასს, ანუ ზემოდან მეცხრემწლივს და სწორედ ერთ-ერთი ანგელოზის მიერ ეუწყება იმ პიროვნებას, იმ წმინდას, რომელსაც ღვთივ განჩინებით უნდა გადაეცეს საღვთო ბრძანება, საღვთო განჩინება, გამოცხადება. აი ეს არის ის უტყუარი რიგი, რომელიც არასოდეს არ ირღვევა.
წმინდა დიონისე არიოპაგელი ამბობს, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ, რომ ესაია წინასწარმეტყველს გამოეცხადა სერაფიმი, რა თქმა უნდა, პირდაპირ და უშუალო გამოცხადება სერაფიმისა კი არ მომხდარა მისი სწავლებით, არამედ ამ წმინდანს ესაიას გამოეცხადა ერთ-ერთი ანგელოზი, ანუ მეცხრე დასის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს ადამიანებთან, მაგრამ ეს ანგელოზი რამდენადაც თავისას არაფერს აუწყებდა, თავისას არაფერს არ გადასცემდა ესაიას, არამედ გადასცემდა იმას, რაც მთავარ ანგელოზთაგან გადმოეცა, ხოლო მთავარ ანგელოზებს გადმოეცა მთავრობათაგან, მთავრობათა მწკრივს გადმოეცა ხელმწიფებათაგან, ხელმწიფებათა მწკრივს გადმოეცა ძალთაგან, ძალთა მწკრივს გადმოეცა უფლებათაგან, უფლებათა მწკრივს გადმოეცა საყდართაგან, საყდართა მწკრივს გადმოეცა ქერუბიმთაგან, ხოლო ქერუბიმთა მწკრივს გადმოეცა სერაფიმთაგან და ესაა სერაფიმისეული უწყება, ღვთივმომავალი სერაფიმებზე და სერაფიმისგან, აი ამგვარი იერარქიული კიბის გავლით ერთ-ერთი ანგელოზის მიერ ესაიასადმი უწყებული. მაგრამ რატომ შეიძლება რომ ეს ჩაითვალოს სწორედ სერაფიმისეულ უწყება და არა იმ ანგელოზისგან, რომელიც უშუალოდ გადამცემია? ეს ორი მიზეზის გამო არ შეიძლება. ერთი ის, რომ ის ანგელოზი, რომელიც ამ შემთხვევაში რაიმეს აუწყებს, ესაიას თავისას კვლავ აღნიშნავთ, არაფერს არ აუწყებს. სერაფიმის ქმნილებათა შორის სერაფიმისგან მომდინარეს გადასცემს მას და ამიტომ ესაა სერაფიმისეული უწყება. ანუ ანგელოზი ესეა წინაშე თავის თავს სერაფიმად განასახიერებს. ოდნავ რაიმეს რომ უმატებდეს, ანუ ოდნავ რაიმეს რომ აკლებდეს ამ უწყებას, ანუ თავისი პიროვნული ოდნავ მაინც რამ ელემენტი ამ ანგელოზს შეჰქონდეს ამ ქმედებაში, მაშინ რა თქმა უნდა ეს უწყება სერაფიმისეულად არ ჩაითვლებოდა, მაგრამ რამდენადაც ის მხოლოდ შემსრულებელი, აბსოლუტურად არანაირი თავისეული პიროვნული ამ მოვლენაში მას არ აქვს და სერაფიმისეულ დავალებას ასრულებს, ეს სერაფიმის უწყება. ისევ როგორც როდესაც სამეფო ბრძანება გაიცემა ვინმეს სადმე რომელიმე პირისადმი, ეს ბრძანება მეფისგან ვეზირს გადაეცემა ვეზირისგან ქვემორე თანამდებობის მოხელეს, მისგან კიდევ უფრო ქვემორეს, უფრო და უფრო ქვემორეს და ბოლოს შიკრის ეუწყება, ეს შიკრი კი მიივლინება იმ პირისადმი, ვისაც მეფის ბრძანება უნდა გადაეცეს, გადაეცემა მას მეფის ბრძანება და ჩვენ ვამბობთ, რომ მან მიიღო მეფის ბრძანება და არ ვამბობთ, რომ შიკრიკის ბრძანება და შიკრიკის უწყება მიიღო, იმიტომ რომ შიკრიკი მხოლოდ შემსრულებელი იმისა, რაც მეფისგან მომდინარეობს. ქმნილებათა შორის ასეთი მეფე არის ამ შემთხვევაში სერაფიმი და სერაფიმისეული უწყება ერთ-ერთი შიკრიკის, ერთ-ერთი მაცნის, ანუ მეცხრე დასის ერთ-ერთი ანგელოზის მიერ გადაეცა ესაიას და ამიტომ იწოდება ეს უწყება სერაფიმის უწყებად, სერაფიმისგან მომდინარე ბრძანებად და იგივე სერაფიმის გამოცხადებად ესაიასადმი. მაგრამ მხოლოდ ეს მომენტი არ გახლავთ, იმიტომ რომ ამ მომენტში პირობითობა მაინც სახეზეა, რომ როგორც არ უნდა იყოს, მაინც ანგელოზია უშუალო მაუწყებელი. თუნდაც რომ ის თავის პიროვნულობას არ ავლენებს, მაინც ისაა მივლინებული. მაგრამ ეს ერთი მხარე, მეორე მხარე ის გახლავთ, რომ როდესაც ანგელოზისგან ამა თუ იმ წმინდას ზეციური რამ მადლმოსილება და სიწმინდე გადაეცემა, ამ სიწმინდის ძალით ესა თუ ის წმინდანი რა თქმა უნდა განღვთობის ძალას იძენს და წმინდანი რა ზომის განღვთობილიცაა, იმ ზომამდე აღიწევა მისი სულიერი თვალი. ესაიამ ანგელოზისგან მიღებული საღვთო ხილვის წიაღ განჭვრიტა, ესე იგი მან განღვთობა, ზეატაცება, სულიერი ზეატაცება განიცადა და ამ ანგელოზის მიღმა, ესე იგი მეცხრე დასის წევრის მიღმა განჭვრიტა უფრო აღმატებული დასი, მთავარ ანგელოზთა დასი, რომელიც უშუალო გადამცემია ამ ანგელოზისთვის საღვთო უწყებისა. მაგრამ თუ რამდენადაც ესაიას სულიერება უაღრესად აღმატებული იყო, მან შეძლო განღვთობის გზაზე მთავარ ანგელოზთა მწკრივის განჭვრეტაც, ესე იგი სულიერი თვალით, თავისი განღვთობილობითი წინსვლით მთავარ ანგელოზთა მწკრივის ავლაც და მის მიღმა მთავრობათა მწკრივის განჭვრეტა. იმაზე უფრო ზევით ამაღლდა ესაიას სულიერი თვალი, მთავრობათა მიღმა მან განჭვრიტა ხელმწიფებათა მწკრივი. ეს შეიძლება მყისიერი პროცესი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც შინაგანი თანდათანობითობა, რა თქმა უნდა, სახეზე იქნებოდა. ხელმწიფებათა მიღმა განჭვრიტა ძალთა მწკრივი, ძალთა მიღმა განჭვრიტა აუცილებლად უფლებათა მწკრივი, უფლებათა მიღმა საყდართა მწკრივი, საყდართა მიღმა ქერუბიმთა მწკრივი და ქერუბიმთა მიღმა სერაფიმთა მწკრივი, უშუალოდ მაუწყებელი ამისა, ანუ ესაია სულიერი უკუსვლით და სულიერი ზიახსვლით ამაღლდა ჭეშმარიტად სერაფიმთა მწკრივი, მისი სულიერი მზერა აქამდე ამაღლდა, ოღონდ იმ იერარქიული კიბის გავლით. ასე რომ სერაფიმისეული უწყებაც იერარქიული კიბის ქვედაშვებით გადაეცა ესაიას და ესაიაც ამ იერარქიული კიბის ზიახსვლით ამაღლდა სერაფიმამდე. ასეთი რამ რომ ვივარაუდოთ, რომ თქვათ არ ქონოდა ამგვარი განწმენდილობა და განღვთობილობა ესაიას, მაშინ შეიძლებოდა მისი სულიერი თვალი ამაღლებულიყო თქვათ ქერუბიმთა მწკრივამდე მხოლოდ. მაშინ საღვთო წერილში და თვითონ მისგანაც ეს შეცნობილი იქნებოდა როგორც ქერუბიმის გამოცხადება. ანდა თუ თლად ამხელა ხედვა არ ქონდა და თქვათ მხოლოდ მთავარ ანგელოზთა მწკრივამდე ამაღლდა მისი ხედვა და უფრო შორს ვერ წავიდა, მაშინ მთავარ ანგელოზის გამოცხადება დაგიქმებოდა და სხვა. ესე იგი რა ზომამდეც
ზეახსულით მისი სულიერი თვალი განჭვრեց მის და მომავალი გამოცხადების წყაროს, აი იმ ზომის სახელიც ერქმევა მას. კვლავ აღნიშნავთ და შეიძლება საერთოდ უფრო მაღლაც ავიდეს ეს სულიერი თვალი და ანგელოზისგან მიღებული უწყება ამ ანგელოზის სიწმინდის ჭვრეტით შემოიფარგლოს და სხვა არაფერი. მაშინ ეს ითქმის, რომ ანგელოზი გამოეცხადა. თუ უფრო ამაღლდება მისი ხედვა, კვლავ აღნიშნავთ, თავარ ანგელოზი გამოეცხადა და სხვა. ეს მეორე მხარეა, მაგრამ ზოგჯერ მაინც არის ხაზგასმა ამა თუ იმ პირზე, თუნდაც უშუალოდ თვითღრთიურობამდე, ესე იგი სერაფიმის გავლით თვითღრთიურობამდე აღიწეოდეს ამა თუ იმ პირის სულიერი თვალი. მაგრამ ეს მაშინ მის დასტურათაა საღვთო წერილში, რომ ღრთიურობა, როგორც უზენაესი მეუფება, თვითონ უშუალოდ არაფერს არ ასრულებს, რომ კვლავ ღრთიურობის სიდიადე წარმოჩნდეს ღვთისგან უწყებული ამა თუ იმ ანგელოზისგან გადაცემულად ცხადდება საღვთო წერილში. ესე იგი, როდესაც ანგელოზია ხსენებული, ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ამა თუ იმ წმინდანის ხედვა ამ ანგელოზზე ზევით ვერ ამაღლდა. ეს ხშირად იმის მაუწყებელიცაა, რომ უფლისმიერი მეუფება თვით უშუალოდ კი არ მოქმედებს, თვით უშუალოდ კი არ მსახურებს თავის უწყებას და თავის განზრახვას, თავისსავე ნებას თვითონვე კი არ ემსახურება შესასრულებლად, არამედ მას ჰყავს მსახურად ზეციურნი ძალნი, უზენაესი სიწმინდენი და შემსრულებელი ზემოდან მეცხრე დასის ესა თუ ის წევრი. და ამ დროს პიროვნული სახელდემანის მნიშვნელოვანია დამადასტურებელი იმისა, რომ ზეციური ძალები ეს რაღაც აბსტრაქტული წარმოსახვა კი არა, ან და რაღაცა მექანიკური მოქმედების იარაღები და მანქანებასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ ესაა პიროვნებები თავიანთი პიროვნული ნებით, ოღონდ ამ ნებით მთლიანად დამორჩილებულნი უფალს. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ესა თუ ის ანგელოზი ასრულებს მეუფის ბრძანებას, ყოფითი შიკრიკისგან ის იმით განსხვავდება, რომ ეს ყოფითი შიკრიკი მეფის ბრძანებას, როდესაც ვინმეს გადასცემს, მეფეს ექვემდებარება გარკვეული მიზეზის გამო, ანაზღაურების გამო, თქვათ, რომ რაღაც მატერიალური საზღაური მიიღოს, შიშის გამო და სხვა. და მისი ნება შეიძლება აბსოლუტურად სხვა იყოს. მას შეიძლება სრულიად სხვა ყოფა, სხვა სამოღვაწეო სახე სურდეს და ასე შემდეგ. ხოლო ზეციური შიკრიკი, ანგელოზი ამ თვისებების და ამ მიზეზების გამო კი არ ექვემდებარება უზენაეს მეუფებას, არამედ აბსოლუტური ნებაყოფლობით. მთელი მისი ნება, პიროვნული ნება, რაც განუქარვებელია ყოველთვის ყველა ქმნილებაში და ანგელოზებშიც, აი ეს მისი პიროვნული ნება, ჩვენ ვამბობთ მოაზროვნე ქმნილებებში, სადაც ნება არსებობს, არა მოაზროვნე ქმნილებებში, ეკლესიური სწავლებით ნება არ არის. ადამიანებში და ანგელოზებში ყოველთვის ნება არსებობს, ის განუქარვებელია, მაგრამ სიწმინდე შემოსილობა და განხტობილობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რა ზომით უქვემდებარებთ ჩვენ საკუთარ ნებას უზენაესი მეუფების ნებას. სადაც ესეც ერთ-ერთი მხარეა განხტობილობის ხარისხების, რაც მეტია საკუთარი ნების მთლიანი დაქვემდებარებულობა ზეციური მეუფის ნებისადმი, ღვთის ნებისადმი, მით მეტია ჩვენი განხტობილობისა და სიწმინდე შემოსილობის ხარისხი. და ესაა სრული ნებაყოფლობით დაქვემდებარებულობა ანგელოზთაგან საკუთარი ნებისა, ზეციური მეუფის ნებისადმი, თუნდაც ზენა ანგელოზების ნებისადმი და ამიტომაა, რომ მისგან დაუწყები მის მიერ არასოდეს საკუთარი თავისადმი არაა განკუთვნილი, ის ზეციურ ძალებს განუკუთვნებს იმ უწყებას, რაც მათდამი მოივლინება. ამ იერარქიულობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უაღრესად საყურადღებოა თუნდაც ის საკითხი, მთავარ ანგელოზთა ხსენება საღვთო წერილში, მიქაელ და გაბრიელ მთავარ ანგელოზები, სხვანის, რომლებიც ეკლესიის მამათაგანაც არის ხსენებული, რომელ დასს განეკუთვნებიან ისინი, ვიცით, რომ მიქაელი და გაბრიელი პერსონალურად გამოეცხადნენ, ასეა საღვთო წერილში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ზაქარიას და სხვა. და რა ხდება ასეთ შემთხვევაში? ვამბობთ, რომ იერარქიული კიბის გარეშე წმინდანებთან არ ხდება ზეციურ ძალთა გამოცხადება. მთავარ ანგელოზები ანგელოზთა ისე როგორც ზემორემწკრივები ანგელოზთა მეშვეობით ეცხადებიან ყველას. და როდესაც მიქაელ მთავარ ანგელოზი ეცხადება ამა თუ იმ წმინდანს და გაბრიელი, თუნდაც ხარება, როდესაც მოხდა და მთავარ ანგელოზის უწყება, პიროვნულად მთავარ ანგელოზის გამოცხადება იყო თუ აქ ერთ-ერთი ანგელოზი გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და მან განიკუთვნა მთავარ ანგელოზის იგი სახელი იმ გაგებით, რომ მის ბრძანებას ასრულებდა. აი ეს ძალიან საყურადღებო საკითხი გახლავთ, ჩვენ ახლა ამაზე რა თქმა უნდა რადიო საუბარში დეტალურად ვერ ვიმსჯელებთ, დაინტერესებულ მსმენელს მიუთითებთ, რომ ამაზე პუბლიკაცია გვაქვს საკმაოდ დეტალური, თუ რომელ მწკრივს განეკუთვნებიან მიქაელ და გაბრიელ მთავარ ანგელოზები და ეს გამოქვეყნდა გაზეთში საეკლესიო სიწმინდენი მეოთხე ნომერში და კვლავ აღნიშნავთ, აი დაინტერესებულ მსმენელს შეუძლია იქ მოიძიოს. ამჯერად აღნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ ეკლესიურ სწავლებაში გამოკვეთილია აზრი იმის შესახებ და საკუთრივ არეოპაგიტული ღვთისმეტყველების მიხედვით აქ ან ის უნდა ვიგულვოთ, რომ თუ მთავარ ანგელოზებად მივიჩნევთ, ესე იგი მთავარ ანგელოზთა დასის წევრებად მივიჩნევთ მიქაელს, გაბრიელს, ურიელს, ეგუდიელს და სხვებს,
მაშინ არეობაგიტული ღვთისმეტყველების საფუძველზე აუცილებლად უნდა დავასკვნათ, რომ უშუალოდ ისინი არავის არ გამოცხადებიან. იმიტომ რომ კვლავ აღნიშნავთ, არეობაგიტულის სწავლებით ესაა მყარი, ურყევი დებულება, რომ ანგელოზთა მწკრივის გარდა, ანუ ზემოდან მეცხრე დასის გარდა, პიროვნულად არავინ არ ეცხადება ადამიანს. და მათ შორის არც მთავარანგელოზთა მწკრივი. რა თქმა უნდა, მათ ბრძანებებს ასრულებენ ეს ანგელოზები, მაგრამ ზეციური დასები არც ერთი პიროვნულად არ ეცხადება. და ამიტომ თუ ჩვენ არეოპაგიტული ღვთისმეტყველების მიხედვით ვიმსჯელებთ და ამავე დროს ურყევად მივიჩნევთ, რომ მიქაელ და გაბრიელი მთავარანგელოზთა დასს ეკუთვნიან, ესე იგი დასობრივი გაგებით თუ აღვიქვამთ მათ, მაშინ მათი პიროვნული გამოცხადება არეოპაგიტული ღვთისმეტყველების საფუძველზე შეუძლებელია. მაგრამ არის მეორე მხარე. ტერმინი მთავარანგელოზი ყოველთვის არ ჩაიდება დასის, მწკრივის შინაარსი. ის ზოგჯერ არის ეპითეტური ტერმინი. ეპითეტური რას ნიშნავს? წმინდა დიონისე არეოპაგელის სწავლებით ყოველ დასშიც შინაგანი იერარქია. იქაც არსებობს მეტნაკლებობა, მოწინავენი, შუამდგომნი და ქვემორენი. თვით ანგელოზთა მწკრივით ზემოდან მეცხრე დასი არ გულისხმობს აბსოლუტურად ერთი და იმავე ხარისხის ანგელოზთა მთლიანობას, კრებულს. აქაც ორი ანგელოზი აბსოლუტურად ერთი და იმავე ხარისხისა წარმოუდგენელია. ეს ზოგადად ერთი ხარისხია ანგელოზთა მწკრივი ზემოდან მეცხრე დასი, მაგრამ შიგნით იქ არის ქვეხარისხები აუცილებლად ანგელოზებისა. და აი ამ ანგელოზთა შორის საკუთრივ მეცხრე დასის ანგელოზთა შორის წინამძღვრობასაც ეკლესიური სწავლებით გამოხატავს ტერმინი მთავარანგელოზი, ანუ ანგელოზთა შორის მთავარი, ანგელოზთა მწკრივის წევრებს შორის მთავარი, არა მთავარანგელოზთა დასის წევრები, არამედ ზემოდან მეცხრე დასის ანგელოზთა შორის ყველაზე დაწინაურებულნი, ყველაზე წარმატებულნი და ყველაზე განღრთობილნი. არეოპაგიტურ შრომებზე დართული კომენტარების მიხედვით ეს კომენტარები ეკუთვნის წმინდა მაქსიმე აღსარებელს, სწორედ ეს გაგებაა მოცემული, რომ მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები ამ ტიტულს მთავარანგელოზისას ფლობენ არა დასობრივი გაგებით, რომ ისინი ზემოდან მერვე დასს ეკუთვნიან, არამედ ისინიც ეკუთვნიან ზემოდან მეცხრე დასს, ანგელოზთა დასს, მაგრამ ანგელოზთა დასში არიან ამ დასის მთავარნი, წინამძღვარნი და ამ გაგებით ეწოდებათ მათ მთავარანგელოზები, ანუ მთავარი ანგელოზები, მეწინავე ანგელოზები ანგელოზთა დასში. წმინდა მაქსიმე აღსარებელი პირდაპირ წერს, რომ ერთ-ერთ ადგილთან დაკავშირებით არეოპაგიტული სწავლების ერთ-ერთი წინადადების კომენტირებისას პირდაპირ ახა სავსებით ცხადია, რომ გაბრიელიც მეცხრე უკანასკნელი დასისაგანი არის. და სხვა, ახლა ეს რა თქმა უნდა არეოპაგიტული სწავლების მიხედვითაა, როგორც ვამბობთ, რაც ეკლესიამ კარგახანია შეითვისა, მიიღო განსაკუთრებით მე-7-მე-8 საუკუნეებიდან, ჯერ მაქსიმე აღსარებლისგან, შემდეგ წმინდა იოანე დამასკელისგან, რომელმაც ეს რიგი ზეციური ძალებისა უცვლელად შეიტანა თავის სახელგანთქმულ შრომაში ზედმიწევითი გადმოცემა მართლმადიდებლური სარწმუნოებისა, მაგრამ იერარქიული მიმართება ანგელოზებს შორის ეკლესიის მამებთან ყოველთვის ასეთი არა უფრო ადრეულ ეპოქაში. ჩვენ სხვადასხვა მიმდევრობა დასებს შორის შეიძლება ვნახოთ. ეს ტექსტები უდიდესი ნაწილი ჩვენ კარგახანია გამოვაქვეყნეთ იმავე ნომერში გაზეთისა, რომელიც უკვე აღნიშნეთ, იქ გვაქვს აგრეთვე მეორე სტატია ამ სტატიის გვერდით. ესე გარდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა დასობრივი მიმართებისა, საკუთრივ ანგელოზთა მწკრივების შესახებ და ანგელოზური იერარქიისა და საეკლესიო იერარქიის ურთიერთმიმართების შესახებ. და ეკლესიის მამათა გამონათქვამები თუ რა საღვთო წერილის ციტატები ზეციურ ძალებთან დაკავშირებით იქ შემოკრებილი გვაქვს და დაინტერესებულ მსმენელს შეუძლია იქ მოიძიოს. ამჯერად მხოლოდ იმას აღნიშნავთ, რომ იერარქიულობის თვალით, ესე იგი ქმნილებაში ყველაფერი გასაგებად წარმოჩნდება ჩვენს წინაშე. წმინდა დიონისე არეოპაგელის არც ერთი მოვლენა იერარქიულობის გარეშე წარმოჩენილი არ აქვს და ამიტომ ვამბობდით არეოპაგიტული ღვთისმეტყველების გადმოცემის შესავალში, რომ ეს ღვთისმეტყველება მთლიანად დაფუძნებულია იერარქიულობის შესახებ სწავლებაზე. ანუ იერარქიული ღვთისმეტყველება, იერარქიული თეოლოგია გახლავთ ის ქვაკუთხედი, რასაც არეოპაგიტული შრომები ეფუძნება. იგივე იერარქიულობა ვლინდება თუნდაც განხრთობის გზაზე, თუნდაც ადამიანის სულიერ ცხოვრებაში. მაგრამ ეს ცალკე განსახილველი საკითხი გახლავთ და ჩვენ ამ საკითხს შემდეგ საუბარში დაუბრუნდებით. გმადლობთ ყურადღებისათვის.